პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა მეგობარი აქტით დასასანქცირებელთა სიას ირაკლი ღარიბაშვილი მაინც ვერ გადაურჩა. მის შემცვლელს ანუ პარტიის თავმჯდომარეს ქართული ოცნება დღეს აირჩევს. ყრილობა ოლიგარქის სასტუმრო პარაგრაფში 2 საათზე დაიწყება. დაამტკიცებენ პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობასაც. ვინ იქნება ოლიგარქის პარტიის ახალი ხელმძღვანელი ჯერ უცნობია, კანდიდატებს შორის სახელდება ოცნების პრემიერიც. უცნობია ისიც დაესწრება თუ არა ყრილობას პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი. ის თანამდებობიდან პრესკონფერენციით წავიდა, სადაც მარტო იდგა. ყველა თავმჯდომარე გამორჩეოდა პატრიოტიზმით, კვალიფიციურობით, სამშობლოს სიყვარულით და ბუნებრივია ასეთი კადრი არის შერჩეული გუნდში, როგორც არასდროს ისე არის ერთიანობა. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს არ აქვს უფლება რომ რაღაც შეცდომა დაუშვას რამე ურთიერთობებში, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ დღემდე არ არის მოხსნილი მეორე ფრონტის თემა. ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამ გათვლითაც რა თქმა უნდა ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ პარტიული თვალსაზრისით და მეორე ბუნებრივია, როდესაც ამხელა შეკრება, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის. ესეც იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ გადავხედოთ რა გზა გავიარეთ და დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები მთელ რიგ ქვეყნისთვის შიდა თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.